მე ვსვავ ეგრევე, პირდაპირ ვასხავ, ჭიქაში ვსვავ და ჯინს აქ ჯინის გემო, რაღაცნაირი რა. ოღონდ სხვადასხვანაირები დამილებია, ეხლა რო ვთქვა რომ სომელიე ვარ და მე ვერ ვირკვევ, მაგრამ აი ჯინი რა არის, რისგან იხდება? მეტნაკლებად ერთნაირი გემო აქვს უმეტესობას. თუ რამე ისეთი არ არის, ახლა ბუტიკ ჯინებს ეძახიან ხოლმე, კრაფტ ჯინებს, რომელიც ცოტა სხვანაირად განსხვავებული არის. კლასიკა რა არის? შრალი ჯინი. გვაქვს არაყი რა, აი წარმოვიდგინოთ რომ გვაქვს რაღაცა არაყი და ამის გემო არ მოგწონს. და გვინდა რომ გავამაუნჯობესოთ ჩვენი ეს არაყი და რას ვიზავთ ახლა აი სახში რო ვართ. ნუ გადავაბრუნოთ ხო, გამოვხადოთ კიდე ხო, რო ეს გავუვიდეს. ცოტა რაღაცა უკეთესი გემო მიიღოს. და ამ გადაბრუნების მომენტში შეგვიძლია რომ რამე დავამატოთ. რაღაც შიგნით ჩავყაროთ რაღაცები და ამ გამოხდის დროს ამის არომატებსაც აიღებს და ეს რაღაც, რასაც ჯინში ყველაზე მეტი წილით ამატებენ, ეს არის ღვია არის ღვია მტკვარზე იზრდება, ეგ ქართული ღვია არ ვარ მაგ საქმისთვის. ეს არის წიწვოვანი მცენარე, რომელიც აი კიპაროსს გავს ახლოს, კიპაროსები ქართული ღვიისგან ქვევრებს ხეხავდნენ ქართლში, მე მინახია, ანტისეპტიკია. და მე ქვევრს ღვინოს ოსვავდი, ღვიით გახეხილი ქვევრის გემოს გულს არ აკეთებდი, მაგას აკეთებდი, ღვინო არ გაფუჭებულიყო, მაგრამ ეგ ღვინო მე კიდე მოვესწარი, ეხლა არ ვიცი ვინ თუ აკეთებს, მაგრამ მტკვარზე იზრდება, აი ესე რომ დაახვი არა ტყდება რა, რაღაცნაირია. და სუნი რა გამოზდებდა რაღაცნაირი. ღვია არის იდეაში როზმარინის ბიძაშვილი, ხო, რაღაც. არა, წიწვოვანი რაღაცა. როზმარინის წიწვოვანი, კი, ახლოს არიან არომატები. მითოლი შეიცავენ. როზმარინის უფრო ესეთი გემო აქვს. აი ეს როზმარინის სტეიქს უხდება ძალიან. ღვიაც ჯინიც უხდება. ანუ ჯინი არის არაყი, რომელიც აი ამ რაღაცა